უბრალოდ პაპუნა და უბრალოდ დრამერი. ამ ორი სახელით იცნობენ ახალგაზრდა მუსიკოსს, რომელიც არაერთი ქართული მუსიკალური კოლექტივის შემადგენლობაში გეყოლებათ ნანახი და არც მისი სოლო დრამ პარტიები დაგავიწყდებოდათ. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო დასარტყამი ინსტრუმენტების ოსტატი ბოლოს სალიოს შემადგენლობაში უკრავდა. თუმცა აქედან წარმოვიდა და ამჯერად სოლო კარიერას იწყებს. გზაზე მარტო სასიარულოდ უცნაური და სრულიად ახალი მიმდინარეობა აირჩია. დაწყებული როკ-ენ-როლიდან დამთავრებული დაბსტეპი, დრამ ენ ბეისი, აბსოლუტურად ყველაფერი, ჰაუს, ყველაფერი შედის ამ საათნახევრიან პროგრამაში, დაახლოებით, ზუსტად არც მე მახსოვს. ძირითადად ჟღერს დივანში ან პორნოპოეზიამდე ვორმაპს ვაკეთებ, იმიტომ რომ რეალურად ჯერ არავის არ დაუძახია კონცერტზე, რომ პაპუ მოდი დაუკარი, ან გაახურე ხალხი. და თან რეალურად გამოდივარ დიჯეი, ოღონდ ვუკრავ ამ ყველაფერს დრამთან ერთად, იმიტომ მარტო დიჯეინგი რაც მოკვდა ეგ კონტი რა, ჩემი აზრით და ჯობია რაღაც გაალაივო კონტი და ექსპერიმენტული სივრცეები კლაბერებისთვის თბილისში ცოტაა, ასე რომ არც ის გაკვირვებია, როდესაც პაპუნას ივენტზე მოწვევა, კლუბი დივანიდან მოგვივიდა. სწორედ ამ უკანასკნელში მოვისმინეთ ის, რასაც ჯერჯერობით ვერც სახელს დავარქმევთ და ვერც იმას ვიტყვით, რომ ოდესმე საქართველოში გაუკეთებია ვინმეს. კონკრეტული გეგმა ალბათ არის ის, რომ შევქმნი მე თვითონ სიმღერებს, მუსიკებს, ტრეკებს, არ ვიცი, როგორც ლაშა აკეთებს. და რავი, ისეთი სერიოზული რაღაც გეგმა ჯერჯერობით არა. ფიზიკურად რომც კონდეს ვერ ვიზავ საქართველოში და თუ სამნე წავედი რატომაც არა. უბრალოდ რაღაც იდეები მაქვს ქუჩაში დააკვრასთან დაკავშირებით. onda მთელი დინამიკებით და ყველაფერი კონცეფტი, ისე არავინ არ ელოდება, შეიძლება არც გავაპიარო, უფრო საინტერესო იქნება, რაც აი პროექტი გამოვა. სალიოს პორნოპოეზიის და კიდევ არაერთი ქართული კოლექტივის დრამერი ამჯერად ახალგაზრდა ქართულ შემსრულებელთან ლაშა კიქსთან თანამშრომლობს. ჩვენის მხრივ იმასაც დავძენდით, რომ ამ კოლაბორაციით ორი უნიკალური მუსიკოსი გაერთიანდა და დაბსტეპთან შერწყმული ლაივ დრამიც არ გამოდგა ურიგო. მე და ლაშა მეგობრობთ და რაღაც ვაპირებთ, რომ ერთად გავიჟღეროთ, ესე ვიტყვი. რავი, ლაშაც ასევე დიჯეია, ის უკვე ბევრი ადამიანი და რავი, მე მგონი საინტერესო იქნება რა, ორი ადამიანის შერწყმა აქ მარტო ვარ და ლაშასთან ერთად რავი, ნახოთ, რა უფრო ორი ტვინი კარგად აზროვნებს. ეს საერთო მეგობარი აღმოჩნდა პაპუნა ჩვენი და დაბადებისას გადავწყვეტ, რომ რაღაც ძალიან მაგარი შოუ გავაკეთებინა. და ეს რაღაც ელექტრონული მუსიკა, დაბსტეპი, drum bass და პახოდი ცალკე დრამი ძალიან მაგარი იქნებოდა. გაამართლა. Party holics-ს ესეთი პარტი არ ყოფილა, მგონი არ ასრულოს ჯერჯერობით. პაპუნა ჩემთვის პირადად რაც მე ვნახე, ანუ რასაც ლაივში ვიყურე, თუნდაც ვარჯიშის დროს. რავი, უნიკალურია, ძალიან მაგარია. გამოყოფს საქართველოში ალბათ ერთ-ერთი ძალიან მაგარი დრამერია. და რავი, წარმატებას უსურვებ მასის თავის საქმეში. ოპენიარის და ჯაზ ფესტივალების სცენები, კლუბები და თუნდაც ქუჩა. განსხვავებული მუსიკისთვის სივრცეს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა ამჯერად დივანიც მშვენიერი არჩევანი გამოდგა.
ალტერნატიული მუსიკოსისთვის რთულია დივანთან არ იმეგობრო, იმიტომ რომ მეგონი ერთადერთი ადგილია, სადაც შეუძლია მოვიდეს და თავისი შემოქმედება ხალხს აზიაროს, ესე ვთქვათ რა. Აბუნა ხშირად უკრავს ჩვენთან კი, პრინციპში 1-3 თვის წინ დაუკრა ბოლოს ხო და საინტერესო პროექტია ძალიან ეს რაღაც თანამედროვე და ესეთია რა. შემდეგ კვირა შემიძლია დავაანონსო, რომ ყავს თინათინი, ძალიან საინტერესო ქართველი მუსიკოსი, რომელიც ეხლა გამოჩნდა და თუმცა ბევრი თაყვანისმცემელი შემოიკრიბა და ლიკა შუბიტიძე, რომელიც ასევე ცნობილი ქართველი მომღერალია, გოგონა, რომელიც ამერიკაში მოღვაწეობს. როგორც ყოველას მასაც ბევრი გეგმა აქვს, თუმცა პაპუნას კიდევ უფრო მეტ წარმატებას ვუსურვებთ. ახალგაზრდა მუსიკოსი, რომელიც უნიკალურ სტილს ქმნის და თავისი საქმე აშკარად კარგად გამოსდის, ამიერიდან სოლო კარიერას იწყებს. თუმცა არ გგონია მთელი სამამულო შოუ-ბიზი ისე დაბრმავებულიყო, რომ მეულად დარჩენილ დრამერზე წეცვა გლეჯვა არ ატყდეს.